ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, მე კი მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. ჩვენი არხი შეგიძლიათ მოძებნოთ სოციალურ ქსელში, საქართველოს ტალღა, როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-სა და TikTok-ზე, სადაც ასევე გადაიცემა ბუნებრივია ჩვენი გადაცემების ლაივები და ასევე ჩვენ მოვაწყობთ ტელეკომპანია თავისუფალი არხის ეთერში, რისთვისაც მადლობას ვუხდით არხის ხელმძღვანელობას. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონი დემურ. მადლობა რომ მობრძანდით, სხვა შორის საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა წინა ეთერის შემდეგ და ცოტა არ იყოს ჩვენი მაყურებლისთვისაც მონატრებულია თქვენი მსჯელობის მოსმენა. გვინდა შევეხოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებს. ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს მეზობლად და ინფორმაცია პირველ რიგში რითიც მინდა დავიწყო საუბარი. აი ამ ინფორმაციულ ქაოსში თითქოს უამრავი ინფორმაცია მოდის, მაგრამ რა არის ტყუილი, რა არის მართალი, რთულია რომ გაერკვე. მით უფრო ჩვენი მედიების ხელში და ამათ შემყურე, არ ვიცი, ჩვენ წინა ეთერებშიც ჰქონდა ამაზე ლაპარაკი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ესეთ კრიზისულ სიტუაციაში ქართული მედიების მუშაობა, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან ვერც გაიგებ რომელ პროპაგანდას ეწევიან, იმდენად დაუჯერებელ, დამახინჯებულ, არასწორ ინფორმაციებს აწვდიან ხოლმე საზოგადოებას. არადა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც ინფორმირებულები, რა ხდება ჩვენ სამეზობლოში და რა რისკები არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხო, ამ მხრივ. დავიწყოთ, მოდი ზოგადად საუბარი შეფასებით, რატომ მოხდა აი ესეთი გადაწყვეტილება თქვენი აზრით, რატომ მიიღო შტატებმა და ისრაელმა, იყო თუ არა ამისი წინაპირობები და რამდენად ელოდებით, რომ ხანგრძლივი იქნება ეს ოპერაცია? მოდით პირდაპირ დავიწყოთ იმით, რაც თქვენ ახსენეთ, დიახ, ურთულესი მდგომარეობა, საინფორმაციო პოლიტიკა ყველას თავისი აქვს და ძირითადად ეს არის რეალობის შენიღბვა, ამიტომ აქ ერთადერთი რჩება გზა, შედარებითი ანალიზი და ის თუ რამდენად კვალიფიციური ხარ შენ იმისთვის, რომ ამ შედარებით ანალიზში მოექცე ზუსტად იმ ჩარჩოში, რაც დღეს ხდება და არ იყო რაიმე სიმპათია, ანტიპათიებით დატვირთული, იმიტომ რომ ეს უკვე პროფესიული საუბარი არ გამოდის. საქართველოს ტელევიზიებს და ამ საოცარ უკვე დაღმავალ მედია სექტორს თავი რო დავანებოთ, გარდა თითოეულაი თქვენ ახართ კიდე ასე ინიცირებული თითოეულა წარმონაქმნია. დღეს თეთრმა სახმა საშინელი შეფასებები გააკეთა CNN-ის მიმართ, რომელიც თურმე ირანის სასარგებლო პროპაგანდას ეწევა და CNN-ი დიდად არ არის მოყვარული, ის მაინც ნეოლიბერალური პლატფორმა არის და მათი რომ იტყვიან ერთ-ერთი მთავარი საყვირია, მაგრამ მან აჩვენა ის სიტუაციები თუ რა ხდება ირანში. რომ ისეთი კატასტროფა არ არის, როგორც ესე იგი ხატავენ და ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ესე იგი საშინელი შეტევა განეხორციელებინათ მასზე. ასეა თითქმის ყველგან, ყველა ცდილობს დამალოს რეალობა, შედარებით უფრო დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც თავისი წარსული დაკავშირებული ჰქონდათ, თქვათ, ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან, თადოცის სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა, სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურებში აქვთ გავლილი, ისინი გარკვეულ სერიოზულ ფუნქციას ასრულებენ და ფაქტობრივად უმოწყალოდ ხატავენ იმ რეალობას, რაც არის და ჩვენ გვმართებს, რომ
არ შეიძლება ქართულ რეალობაში უყურო ამ საკანალიზაციო არხებს სახელისუფლებო იქნება თუ ეგრეთ წოდებული. ორივე თანაბრად ეხება ჩემი შემთხვევაში. იგივე რაღაც ოპოზიციური რო ქვია ვითომ სასაცილო. ეს არის ოცნების ოპოზიცია, რომ თავისი ტელევიზიებით. არა, არ შეიძლება, მაგრამ რა ხდება? ეს ყველაფერი მზადდებოდა, მოდი ასე ვთქვათ, არაერთი 10 წლეული. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს იდეა ფიქსი, რომ ირანი უნდა განადგურდეს, ძირითადად ეს ისრაელის ინტერესებშია და პროისრაელური ლობი რომ ავიღოთ იგივე შეერთებულ შტატებში, რომელიც ძალიან მძლავრი ლობია, ძალიან სერიოზული ფინანსების მქონე და აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. მე მომსწრე ვარ 1978 წლის ისლამური რევოლუციის ყველაზე პარადოქსული მაშინა ჩანდა, თუმცა მაშინ სულ 26 წლის ახალგაზრდა კაცი ვიყავი, მართალია პოლიტიკა მაინტერესებდა, მაგრამ და კარგად ვიყავი კაცნობიერებული. ჩემთვის სრულიად პარადოქსული იყო ის, რომ პარიზიდან სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს ხომეინი ირანში და მოხდა ის, რაც მოხდა. ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც ქვია ამერიკის საელჩოზე თავდასხმა, იქედან დაიწყო სანქციები, იქ ძალიან წარუმატებელი ამერიკული ოპერაცია იყო და ამის შემდეგ იწყება ის, რასაც ჩვენ ნაკლებად ვაკვირდებოდით, თუმცა კარგი იყო, რომ თავის დროზე ქართველი ექსპერტები, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებით ირანოლოგები, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. აღარც აღმოსავლეთმცოდნეობის ბრწყინვალე ინსტიტუტი იყო საქართველოში, გიორგი წერეთლისა, იქ მართლა ძალიან მაღალი დონის აღმოსავლეთმცოდნეები იყვნენ და არაერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას გაუზარდეთ ჩვენ იქ ძალიან სერიოზული მეცნიერები. შორს რო არ წავიდე, აზერბაიჯანის გეოპოლიტიკა ფაქტიურად გიორგი წერეთლის ინსტიტუტში აღზრდილმა აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა დაალაგეს და კარგად დაალაგეს, როგორც ჩვენ ვერ დავალაგეთ ვერაფერი. ირანოლოგები უნდა გვეუბნებოდნენ იმას, თუ რა არის საერთოდ სპარსული კულტურა, ეს ხო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ცივილიზაციური. მე ავწერ ფაქტებს. ფაქტების იგნორირება და სისულელეების საუბარო ეს ცუდია, ის კარგია, ამ დონეზე საუბარი არ გამოგვივა ჩვენ. ესე იგი, ეს არის 2700 წლოვანი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია. მართლა ძალიან მაგარი და ამ ცივილიზაციის ერთ-ერთი თავისებურება არის ის, რომ მას არასდროს თავი არ დაუხრია ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთისთვის. ერთადერთი სახელმწიფო ცივილიზაციური წარმონაქმნი. სახელმწიფო შენ შეიძლება ხელოვნურადაც წარმოქმნა, მაგრამ უფესო იყო. აქ საუბარია თვითყოფადი ცივილიზაცია. ის არის თვითყოფადი უზარმაზარი ცივილიზაცია, თავისი კულტურით და ასე შემდეგ. და ამ კულტურას კარგია ახლა ეს ცუდია შიიტები, კარგები არიან ცუდები, ამ თემაზე ვერ ვისაუბრეთ. ეს არის მე ავხსენ მხოლოდ მოცემულობას და ქართულმა განსაკუთრებით ახალმა თაობამ საერთოდ არ იცის რა არის შიიზმი, რა არის ირანული კულტურა, რა არის ირანის დღევანდელი მდგომარეობა, რისთვის იბრძვის ეს სახელმწიფო, რა უნდა, ხო სწორედ ამას უკვე გეოპოლიტიკის სპეციალისტები უნდა საუბრობდნენ, რაშია საქმე. მართლა ისეა საქმე, რასაც ამბობენ, თუ უფრო უარესად არის, ხო? ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ ისრაელის მდგომარეობა, ისრაელის მიზნები, უფრო სწორად ისრაელის მიზნები მთლიანად ციონიზმს უკავშირდება და ეს არის ისრაელის უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ მე როგორც ვგრძნობ, დრო იცვლება და ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ ანტისემიტიზმი კვლავ გაძლიერდეს მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ.
მაგრამ ჩვენ არც ამერიკული ინტერესები ვიცით, არც კავკასიაში, არც ახლო აღმოსავლეთში და ამ გაუგებრობაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობელია ეს ყველაფერი და ეს დიდი დაპირისპირება ხდება საქართველოს უახლოეს სამეზობლოში, აქედან თეირანამდე არის 1200-ზე ცოტა მეტი კილომეტრი, მაგრამ ირანის საზღვრამდე გაცილებით ნაკლებია, გაცილდებით აზერბაიჯანს და უკვე ირანია, ხომ? და ამ სიტუაციაში როგორც ჩანს, ირანი დიდხანს ემზადებოდა და მე როგორც ვნახე, ეს არის ყველაფერი დაგეგმილი ალი ხამეინის მიერ. პრობლემა რა არის? მოკლეს არა უბრალოდ სახელმწიფოს მეთაური. კარგი, ცუდი არ ვლაპარაკობ. მოკლეს შიიტურ სარწმუნოებაში ერთ-ერთი უმაღლესი იერარქი, თავისი სიძლიერით იგი ნომერ 2 იერარქად ითვლება და მათ შეეხდნენ ფიზიკურად, ფაქტიურად მან როგორც ეხლა უკვე იწერება, ყველაფერი ეს იცოდა, მან მიიღო ის, რასაც ქვია მოწამობრივი სიკვდილი. ჩვენ ქრისტიანებმა კარგად ვიცით ეს რას ნიშნავს, ამიტომ ამ ყველაფრის შემდეგ თურმე 4 ეშელონიანი იერარქია დაწესებული, თქვათ, ლიკვიდირებული იქნა ერთი ფენა, ვინ იქნება შემდეგ, ვინ იქნება მეორე, ვინ იქნება მესამე, მეოთხე ფენები, ასე რომ არაფერი ქაოსურად არ ხდება. უნიკალური რაღაც, რაც გააკეთეს სპარსელებმა, ანუ ირანელებმა, ეს არის ჯარის მართვის დეცენტრალიზაცია მოახდინეს თავიდან ბოლომდე და ფაქტიურად საერთო სტრატეგიის სფეროში ამ საკმაოდ დიდ ქვეყანაში ცალკეული სამხედრო ნაწილები ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებენ. ამაზე სხვა შორის ისაუბრა თავდაცვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და მეც ძალიან მენიშნა, რომ თეირანის დაბომბვა და საჰაერო დარტყმები გავლენას ვერ ახდენს სამხედრო ოპერაციებზე ირანის. ვერაფერს ვერ. მეორე დასავლეთისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა ის რესურსი, რაც ირანს გააჩნია, ფაქტიურად 25 ტიპის რაკეტები, რომელთა დიდი უმრავლესობა მას არ გამოუყენებია სიძლიერის მიხედვით. იგი ძალიან იაფფასიან დრონებს, დრონი ფაქტიურად ირანელების ნახელავია, რომ იტყვიან, ძალიან იაფფასიანით არანორმალურად ძვირ რაკეტულ სისტემებს და სხვა სამხედრო ტექნიკას წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება. და როგორც მე მივხვდი, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ირანს უნდა განეხორციელებინა ეს, ანუ ცხადია მას დაესხნენ თავს, ერთი მხარია, ამერიკელები დღეს ამბობენ, რომ ჩვენ არ დაგვიწყიაო, ეს არ არის უბრალო განცხადებები. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ შეერთებული შტატების მედიასაც და ტელევიზიებსაც ყურადღებას, იმის მსგავსი, რაც იქ არის მსჯელობა და საუბარი, ქართულ ტელევიზიებში უბრალოდ არაფერი არ არის, აქ ისევ მიდის, ეს კარგია, ეს მოიგებს, ეს დამარცხება, შენ აი, ზუსტად ამ დონეზე არის, რომ ხამეინი ცუდია. ესე იგი, ეს რაზე მიგვანიშნებს, ეს არის გონიერების და პროფესიონალიზმის პარალიჩი საქართველოში, რაც სახელმწიფოსთვის უსაშველოდ. აი, ბატონ დემო, რაზე მინდოდა, იცით, მეკითხა, რადგან ამ თემაზე ვართ. გონების პარალიჩიო, რო თქვით, მე მგონი ზუსტად მიესადაგება, მაგალითად, ჩვენ გვყავს ჩვენი თანამემამულე შიიტი მოსახლეობა, ხო? კონკრეტულად მარნეულში, სადაც მაგალითად, აი, ერთ-ერთ მეჩეთში ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, შიიტმა ჩაატარა პანაშვიდი, ნუ ისლამური წესით, როგორც ქვია ამას, ხამენეის სახელზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მათთვისაც არის სულიერი ლიდერი, ხო? ესე იგი, ამ ქართულმა მედიამ, ლიბერალურმა არხებმა ატეხეს ერთი ამბავი, ამაზე რომ აი, საქართველოში ხამენეის სადმე მიძღვნილი პანაშვიდი. იმას გულისხმობ, რომ ანუ ამ ხალხს არა აქვს ეს, ამათ გონიათ ეს იყო რაღაც ირანის პრეზიდენტი ახლა და იმას რომ მთელი შიიტურ სამყაროს წინააღმდეგ დაიწყო, ამას ვერ იაზრებ. ამ გონება გამორეცხილი ხალხისადმი
დაუფარავია და ეს არის პროვოკაცია, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინაშე პროვოკაცია, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვთ რა არის სარწმუნოება, საკუთარ სარწმუნოებას იგდებენ მასხრად, ხო? ვითომ ჟურნალისტები, ვითომ ცნობილი ვიღაცები როგორ დასცინიან მართლმადიდებლობას და ასე. მათთვის სრულიად უცნობია შიიტი და ვითომ დასავლური ორიენტაციის არიან, ვითომ ამ დროს ბიძინა ივანიშვილის პაიკები არიან, რომლებიც კარგად დაფინანსებული არიან და ამ პარლამენტის წინ ამდენი ხანიათ კონცერტებს მართავენ და ეს არის სულ ასე გონიათ პროტესტი. მე აქ მხოლოდ გული წდება ახალგაზრდებზე, რომლებიც მოტყუებულია, თორე ის საშუალო და უფროსი თაობა რა ნაგავიც არის, ძალიან კარგად ვიცი. ღია ტექსტით ლაპარაკობ. თუ ვინმეს ეწყინება, კი ბატონო, გინ მესტუმრეთ, გინ მეგესტუმრებით და ვისაუბროთ, ახალგაზრდებს არ ვეხები, ცოდვები არიან. მოტყუებული აბსოლუტურად აგონიაში მყოფი ხალხი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება ქვეყნის შიგნითაც და ნუ ქვეყნის გარეთ თავისთავად. ესე იგი, რა გამოვიდა? რა მთავარი პრობლემა დავინახე მე, რასაც ვუყურებ. შეერთებული შტატების პოზიცია, გითხრათ სიმართლე, აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ ეს არის დღესდღეობით სოფლიოში პირველი სახელმწიფო ჯერჯერობით, მაგრამ ისე მიყავთ საქმე, რომ ძირს გამოუთხრიან აშკარად, მას არაფერში არ ჭირდებოდა ეს ომი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ყველა ბერკეტი დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ნახეთ, დარტყმის წინა საღამოს მე დავწერე ასეთი პოსტი ჩემ Facebook გვერდზე. ამ დროს ამერიკის პირველი სამხედრო გენერალი ეუბნება ტრამპს, რომ არ არის შეერთებული შტატები მზად ამ ომისათვის, ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი რესურსი. მეორე, გამოდის დაზვერვის ხალხი და ამბობს, რომ არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ ირანში არის ატომური ბომბი. მე ერთი დღის მერე მაგათეს მოხსენება დაერთო. არანაირი ბომბი იქ არ არის. თვითონ ხო იციან ხო დადე? მეოთხე, იმავე საღამოს გამოდის ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე იყო შუამავალი, ამერიკა-ირანის და ამბობს, რომ ძალიან კარგად მიდის მოლაპარაკებები, ირანი დათანხმდა არასდროს არ კონდეს ატომური იარაღი, იგი მზად არის, რაც გამდიდრებული ურანია გაიტანოს ქვეყნის გარეთ მაგათეს ყურადღების ქვეშ და კაცი გამოვიდა აი ამნაირი განცხადებით მოგვილოცა მთელ მსოფლიოს. ასე გამოვიდა და მე ის რა ფრაზაც ამოვიკითხე ამერიკელები ალბათ უარს იტყვიან ამ შეტევაზე და დილით მოხდა ის შეტევა. ეხლა უკან დაიხიეს ამერიკელებმა, ჩვენ არ დაგვირტყამსო, ესო მართლაც დაარტყა ისრაელი და თქვენ წარმოიდგინეთ ალ-ფარსი რომ არის ეგ ისლამური კორპუსი რომ არის იქ კიდე ერთ-ერთი ელიტარული ყველაზე იმისი ხელმძღვანელი, რომელმაც თავი მოიკლა, ისიც აგენტი იყო, ის შედიოდა კასიმიც ასე მოკლეს, ესე იგი შევიდა, დააფიქსირა, რომ იქ არის ალბათ კოორდინატები გადასცა, გამოვიდა, ის გააფეთქეს. ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა იქაც შევიდა, გამოვიდა და ის ააფეთქეს და ეხლაც გაიქცა დილით დარბაზიდან და მერე მისცეს საშუალება და მოიკლა თავი. მეორე გენერალმაც მოიკლა თავი პირდაპირ ღია ეთერში. რატო გეუბნებით? აი ეს ფაქტორი ყველაფრისთვის ფაქტობრივად მზად იყვნენ ესენი, რომ ესეც მოხდებოდა შეტევა რომ მოხდებოდა ირანზე ფაქტიურად ცნობილი იყო. მათთვის ცნობილი იყო აშკარად. ამიტომ ალი ხამენეი წავიდა მოწამეობრივ სიკვდილზე და ამით ფაქტობრივად საკმაოდ გახლეჩილი ირანული საზოგადოება ერთ ჯგუფად შეკრა. ქონდა ეს ეფექტი, ეს საინტერესოა, იმიტომ რომ მე დამჭა შტაბ-ჭდილება რომ გათვლა იყო სწორედ ის, რომ უნდა მოეხდინათ ლიდერების ლიკვიდაცია და ეს დაშლიდა რეჟიმს. მოდი მე დავეყნობი ყველაფერი, მე ზუსტად ეს მაინტერესებდა რა მოხდა, ხო, გასაგებია, ჩემთვის დიდი ასახსნელი არაფერი იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა რომის პაპირო გარედან ვინმე მააფეთქოს, ან და საქართველოს პატრიარქს ღმერთმა კარგად ამყოფოს და ხო, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ ეხლა წარმოიდგინეთ, კენ რა დააკავებს ქართველების გასაგებია რომ ეს საზღარი სიტყვა ხო აკაცუკა, მაგრამ მეტი არც ეკუთვნით ამ ხალხს, სწორი, ამაზე უკეთესი არა. ამ ხალხს შეიძლება გაუხარდეს.
ზუსტად ასე მოხდა, ინგლისელებმა მოაწყვეს ამის ინსცენირება, რაღაც ჯგუფი, რომელიც ბუნებრივია უკმაყოფილო იყო, გამოიყვანეს თვითონ უხაროდათ ამისი, თურმე ძალიან პატარა ჯგუფია და CNN-მა აჩვენა ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია პროტესტთან. ფაქტობრივად შეიკრა და რატომ შეიკრებოდა, რატომ იყო ამის დიდი ალბათობა და ამერიკული ზერელობა რომ არ იყოს აი ამ კულტურული სიღრმეების ცოდნის და იმიტომ რომ შიიზმი თუ არ იცი და შიიტის შეხედულებათა სისტემა თუ არ ვიცი, საიდან მოდის ეს შიიზმი? შიიზმი ხო ფაქტიურად მუჰამედის წარმომდი ალი და იქედან მოდის, მე ეს მიმართულება შიიზმის არის ეგრეთ წოდებული 12-ეული 12 იმამზე აგებული რწმენა, ალის შთამომავლები იქეთ ვინც არიან მიმდევრები და ასე შემდეგ. და ეს ადამიანი იყო 86 წლის უკვე ავტორიტეტული, ჩვენ მოგწონს არ მოგწონს თემები არ არის. ამიტომ ხშირად გავიმეორებ ამას, რომ ვინმე მე აღწევ მხოლოდ სიტუაციას, ხო? და შიიტისგან შენ მოუკლა მისი სასულიერო ლიდერი, შენ სახელმწიფო მოღვაწეს კი არ კლავ. მისთვის კლავ სულიერ ლიდერს. და ეს მის თვალში აღიქმება როგორც ზოგადად მის სარწმუნოების წინააღმდეგ დაწყებული ომი და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული. საპირისპირო ეფექტი და ეს როგორც წერენ ახლა რომ ალი ხამენეის გათვლილი ქონდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, წავიდა არსად არანაირ ბუნკერში არ ჩამძრალა, დანიშნული ქონდა შეხვედრა, ეს უმაღლესი დონის სპეცორგანოს ხელმძღვანელი შევიდა და აფიქსირა როგორც ჩანს კოორდინატები ზუსტად და გამოიქცა იქედან და მოხდა შემდეგ აფეთქება, ხო? იმიტომ იყო იქ იმდენი რატომ მოკვდა. თადბირი იყო დანიშნული ზუსტად ხომენეის რეზიდენციაში, არსად ეს კაცი არ წასულა. რა მოხდა? რა გათვლა შეიძლება კონდეს ირანს, როდესაც ტექნოლოგიურად მართალია მან დიდი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან შედარებით მას აქვს ტექნოლოგიური ჩამორჩენა. ახლა კიდე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, იმიტომ რომ გამზადებული არაფერია. რა იმედი, რისი იმედი ქონდა ირანს, როდესაც შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო პოტენციალი უტოლდება რუსეთის, ჩინეთის და ირანის სამხედრო პოტენციალს ერთად აღებულს. ეს უძლიერი ძალა, მაგრამ იმედი რა შეიძლება სხვა გზა ქონდა? ძალიან მარტივი, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. ასე იკითხება დღეს და მთავარი სტრატეგია ირანისა ამ დაპირისპირებაში არის როგორმე დროს გაუძლოს და მთელი ახლო აღმოსავლეთი აეფეთქებინა. ესე იგი, ეს არის ირანის მთავარი სტრატეგიული მიზანი ყველგან თელ სისტემაში მოახდინოს კერა, ამიტომ მან გააკეთა 15 ქვეყნის დაბომბვა, მაგრამ დაბომბვა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ბაზები, მათ შორის მეხუთე ფლოტის მთავარი ოფისი დაბომბვა. მაგრამ ყველაფერი მისი დაბომბილი არ აღმოჩნდა. საუდის არაბეთში უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აფეთქებული ყოფილა მოსადის მიერ. ეს უკვე გაიხსნა, გასაგებია რა უნდათ იმათ უნდა აჭერო მეტი ადამიანი გადაკიდონ ირანს. ეს ირანს გადაკიდონ, ირანს ვერ გადაკიდებენ, გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს არალეგიტიმური უდიდრესი წარმოქმნები, კატარი, ომანი, ისინი არიან დაახლოებით იქცეოდნენ ისე, როგორც საქართველოს იქცევა. როგორ? მათ ქონდათ ხელშეკრულებები ისრაელთან, გაერთიანებული ემირატებმა ფაქტურად ემირატები გახადა ბაზა მოსადისთვის, იქ კონტრაბანდები, გემითაც, ყველაფრითაც, რომლითაც მოსადი სარგებლობდა და ასე შემდეგ, ყველა გადარიცხვა იქედან კეთდებოდა, იქ პროქსი შეყავდათ ამ კონტრაბანდის გზითაც, შექონდათ ის სტარლინკის მისაღები, ინფორმაციის მისაღები, აპარატები და ასე შემდეგ.
ცხადია დაზვერო ყველა საყავს მე ღმრათა ვარ დარწმუნებული საქართველოში დაზვერვაც კარგად მუშაობს და კონდაზვერვაც თავარია ხელისუფლება უსუსური რომელიც ამ ინფორმაციას არ იყენებს როგორ შეიძლება დაზვერვის სამსახური ან კონდაზვერვის სამსახური არსებობდეს და მან საქართველოში უწვრილმანეს დეტალებში არ იცოდეს არაფერი მე არანაირი შეხება არ მაქვს მამაცთან მაგრამ მე გამოდივარ ელემენტარული მოსაზრებიდან რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება მაგრამ რას გამოიყენებს პოლიტიკური ხელისუფლება და რას არ გამოიყენებს რას გამოიყენებს მარიონეტული ხელისუფლება ამ ინფორმაციას გამიგეთ რა იმაზეა ბევრი რამ დამოკიდებული აი ბატონო დემურ საინტერესო თემას მივადექით პირველი მინდა გითხოთ პროვოკაციებზე რაც ჩვენს ქვეყანაში ჩემი შეფასებით პროვოკაციები მოეწყო გულისხმობ მაგალითად ირანის საელჩოსთან გამართულ დემონსტრაციებს რაც შემდეგ საელჩოს მინების დამსხვრევით დასრულდა თბილისში და ეს განსაკუთრებით ამ დღეებში ალბათ უნდა შეფასდეს პროვოკაციას. ნუ მეორე ეს მედიასთან დაკავშირებით თქვით რა განცხადებები და რა განწყობები ითესება ამ ხრივ. ნიშანდობლივი არის რომ ამ პროცესების დაწყებიდან მგონი მეორე თუ მესამე დღეს იყო რომ საქართველოსდან გაემგზავრა დელეგაცია შეერთებულ შტატებში ბატონი სამხარაძის ხელმძღვანელობით და დღეს იყო დეპარტამენტის განცხადება, პირველი განცხადება, ალბათ საერთოდ ზოგადად საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც იყო პოზიტიური მოლოდინები გამოხატული, რომ ამერიკა მზად არის უბრალოდ მისრაფის კონსტრუქციული ურთიერთობისკენ და რაღაც და ესეთი ფრაზაც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ინფორმირებულია რა ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ კალაპოტში ჩადგესო. აი ეს ამისი ანალიზი რომ გავაკეთოთ. პირველი აი თქვენ თქვით რომ ჩვენთან სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ, რომ მეც არ ვიცი, იმედი მაქვს რომ ასეა, მაგრამ ღია პროვოკაციები რასაც ვხედავთ, რაც ჩვენს ქუჩებში ეწყობა. პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფები Facebook-ზე, რომელიც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია და არა სპეცსამსახურების არაინფორმირებულობის. რაც შეეხება ამ საკითხებს, მე კიდე რაღაცები ვიცი, ამიტომ დაუფარავად გეტყვით, ოღონდ არ გამამხილოთ. სანამ ეს დელეგაცია წავიდოდა ამერიკაში, იქ იყო ერთი ძალიან მაღალჩინოსანი და მას ყურები აუწიეს და ბევრი რამ ხვის დასაწყისში რო იყო წასული. დიახ და არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა არის მიშა სააკაშვილისგან თავისუფლება. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის ყველაზე სუსტი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ რომ აი დააკვირდით, ჩემი პოზიცია თქვენ იცით, მიუმხრობლობა არის ერთადერთი პოლიტიკა ასეთ საშინელ გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოსთვის, რომელიც მოხდა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. მიუმხრობლობა არ არის ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტი მთლად რამე არ არის. მიუმხრობლობა ეს არის დატოვებული გაქვს შენ მომავალი ოპციები რომ გაჩნდეს, შენ მანევრის საშუალება გაქვს და ნეიტრალიტეტ შენ ვერ გამოაცხადებ, იმიტომ რომ შენ დიდმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვს ინტერესები დაბალანსებული არ აქვს, უნდა შეთანხმდნენ. ან შენ უნდა კონდეს საკუთარი თავის დაცვის 100%-იანი გარანტია და გამორიცხული. მიუმხრობლობა ეს არის გონიერების, აი ეხლა გამოჩნდა. დაუშვათ ეხლა ყოფილიყო ისე რომ ამერიკის ბაზები ყოფილიყო საქართველოში. 15 ქვეყნიდან გაიყვანა ამერიკამ ყველაფერი, თავისი ბაზები მიატოვა, ბევრი დაიბომბა. იმიტომ დაარტყა ტაკერ კარლსონს ბუში რა იყო ტრამპმა რომ ესო არ არისო მაგას წევრიო და იმან საშინელად შეაფასა დანაშაულია რა დანაშაული კი არა დაამხო მაგა ტრამპ არა მარტო მაგა დაამხო თქვენ ნახეთ რა განცხადება გააკეთა ვენსმა ვენს იყო მომავალი პრეზიდენტი იყო ეგეთ პერიოდში ნულოვანი შანსი გაუჩინა და ყველა როგორ შეფასა ვენსმა იცით ყველა ვინც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პრეზიდენტები რაღაცებს ცდილობდნენ ყველანი იდიოტები იყვნენო ვინ ამბობს ამას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იმიტომ რომ მისი პოლიტიკური კარიერა დაასამარა ტრამპმა დაასამარა ამერიკის გარდაქმნა ეხა ამ ფონზე დაუბრუნდები თქვენ კითხვას ამ ფონზე დემოკრატები ამას აუცილებლად გამოიყენებენ და შუალედურ არჩევნებზე სრული კრახი ელოდება ტრამპისტულ
მოძრაობას და წამოიწია ალბათ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი კალიფორნიის გუბერნატორი ნიუსომი. ეს აშკარად ისეთი ნეონეოლიბერალია, იმნაირ დღეში ჩააყენა კალიფორნია, რომ სილიკონის ველიდან გაექცა მთელი ფირმები და ტეხასში გადავიდნენ. ამიტომ ამერიკისთვის კარგი რაც შეიძლება მოეტანა საღდა ძალიან ახალ კონსერვატივს, რომელიც კუნი და იგივე თუ გინებავთ კუნის ჯგუფს ეკუთვნის მასკი და ასე შემდეგ ეს ოცეული რომელიც არის ფაქტობრივად ამ საქციელით შეერთებული შტატები ჯერ როგორ დასრულდება ამას ღმერთი ვერ იტყვის უფალმა თუ იცის ამის მაგრამ ის რაც იყო მოსალოდნელი არაფერი არ მოხდა და მე დღეს დავდე პირველი ბრძანება დაწერა თეატრმა სახმა მართლობა მოუწოდა სასტრაფოდ რომ რაც შეიძლება დაზვერვის მუშაკების მობილიზაცია ცენტრში რომ 100 დღის ფარგლებში ანუ ერთ კვირაში აპირებდნენ დასრულებას და 100 დღე სამთვიანი ომია ეს პირველი ოფიციალური ბრძანებაა პოლიტიკომ დაწერა სტატია სადაც რომელიც აშკარად აჭარბებს ტრამპის მე ცოტა სხვანაირ ანალიზს გავკი მაგრამ ერაყი რომელიც 10 ჯერ უფრო სუსტი იყო დღევანდელი ირანთან შედარებით ამერიკის ჯარი რო შევიდა 9-ვე იომა და 9-ვე ეძებდა სადამ ჰუსეინს ეხლა აქ სხვა სცენარი განვითარდა და დელეგაციაზე გეუბნებით ესე იგი რა გამოდის შენი ორიენტაცია მთელი ამ 1995 წლიდან ხო აბსოლუტურად გამოვიდა ბლეფი ხო სწორი სისულელე იმიტომ რომ ჯერ ერთი სადაც ამხელა დაპირისპირება შენ არ შეიძლება იყო ერთ-ერთი მხარე ახლა კიდევ ვამბობ 15 ქვეყან ინჯილიკის ბაზა დაბომბა ანუ თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ნატოს ბაზა დაბომბა ამერიკული ბაზა ხო შენთან რო იყოს ბაზები რაკეტის წოდობა 2500 კილომეტრი აქვს ირანელებს. აქ 1200-ია მაქსიმალურად, ხო? ხო დაბომბილი იქნებოდა, მაგრამ ამერიკელები აქ უკვე აღარ იქნებოდნენ. ესე იგი, დღეს თუ მთელი აღმოსავლეთი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკა არავითარ დაცვას არ წარმოადგენს და არ წარმოადგენს, იმიტომ რომ როდესაც შენ სხვისი განადგურება გინდა, კარგია ის თუ ცუდია, ის შეგეწინააღმდეგება. ელემენტარული ლოგიკა, ხო სწორია? რა თქმა უნდა. და შეეწინააღმდეგენ და რაკი აფეთქება მოინდომეს მთელი რეგიონისა და ფაქტიურად ფოთქდება, გადაკეტეს ყველა მთავარი სრუტე გადაკეტილია. სუეცის არხი დაკეტილია, წითელი ზღვა ჰუსიტები აკონტროლებენ, ორმუზის ყურე თავისთავად ჩაკეტილია. ეს იქნება არანორმალური დარტყმა ევროკავშირი ხო საერთოდ ენერგორესურსებს. ამას კიდე რუსებმა დაუმატეს ახლა და დავალება მისცა რუსეთის პრეზიდენტმა დროზე შეწყვიტეთ მომზადეთ ყველაფერი რომ ევროპასთან საერთოდ არაფერზე არ ვივაჭროთო თავის დააბრალებენ კატარი გაჩერებულია არავითარი თხევადი ბუნებრივი აირი არ იწარმოება აბა საიდან რა უნდა მიიღოს ყველა ლოგისტიკური ჯაჭვი ჩაჭრილია ევროპელებს დარჩა რუსეთის მეშვეობით კავშირი ესე იგი რა გამოდის ყველაფერზე უარი უნდა თქვას რაც ისულელეს თავიდან ბოლომდე მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის სასიკვდილოდ საშიში იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა დავუკვირდეთ აქ სამჯერ დაჯდა ამერიკული სპეცთვითმფრინავი გახსოვთ ხო როგორც კი პირველ დღეს დაჯდა თვითმფრინავი ალიევი გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება დათმობილი ირანის წინააღმდეგ ომისთვის კი ბატონო დიახ ნახეთ პოლიტიკა ეს არის იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის ირანის მეზობელი და პირველი რაკეტები თუ მოხდება ბაქო უხლა ფანტასტიკურად კაი ქალაქია აქ ეროვნული აღორძინება აქვს აზერბაიჯანელებს არანორმალური დემოგრაფიული ბუმია საოცარი სისწრაფით ეს ჩაქცეული ქვეყანა ჩაქთამული ქვეყანა გაქცეული ქვეყანა დაქცეული ქვეყანა ამნაირი პარაზიტი
ოცნებისთვის საოცნებო, იმიტომ კვებავს ამ ოპოზიციას, რომ ამაზეა დაფუძნებული, ხო? და პროვოკაციებს აცხადებენ, თქვენ რა გონიათ რა ირანი საქართველოს არ დაბომბავს? თუ საფრთხეს შეუქმნი, ხო? შეუქმნი, არ შეუქმნი? ამ ხელისუფლებიდან ოღონდ თავისი თავი გადაარჩინონ და ყველაფერზე წამსვლელები რამდენად არის მაგისი რისკი თქვენი აზრით, რომ კავკასიის მიმართულებით განვითარდეს სამხედრო მოქმედებები, აი აზერბაიჯანთან მიმართებაში იყო ინციდენტი, თუმცა ირანმა თავად უარყო და თქვა რომ ირანმა უარყო. არ გავკეთებია. მე ხა ვერავიღებ ჩემ თავზე რომ რაიმე შეფასება გავაკეთო, მაგრამ მე ჩემს გადაცემაში ვთქვი რომ აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტი მიანიშნებს იმას რომ საქართველოს არაფრით დაცული არ არის. ერთი რამე მინდა მე თქვენ მაყურებელს და იგივე ჩემს მაყურებელს და ჩვენ თანამოქალაქეებს უთხრა რომ წარსულის პროექცირება დღევანდელობაზე არის დიდი გაუნათლებლობა, არის პროვოკაცია. წარსული დამთავრდა აღარ არსებობს, ჩვენ გვაქვს დღევანდელობა, ამ დღევანდელობაში ქართული სახელმწიფო არსებობს, ქართული სახელმწიფო არსებობს სამხრეთ კავკასიაში. არა ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში, არამედ სამხრეთ კავკასიაში. აქ წარსული ყალბი წარმოდგენების ზოგიერთი ძალიან ესე იგი ისეთი წარმოდგენების, რომელიც რეალურად ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება, ზოგი სამართლიანი, ზოგი არა, მაგრამ დამთავრებულია. და მტერი მოყვარის ჩამოთვლა, რომ ეს არის შენი მუდმივი მტერი და ეს არის შენი მუდმივი მოყვარე და ასე შემდეგ, ამის გაკეთება არ შეიძლება. შენ არ შეიძლება არ გქონდეს იმის წარმოდგენა, რა გეოსტრატეგიულ სივრცეში არსებობს დღევანდელი ქართული სახელმწიფო და მისის შენარჩუნებისთვის და განვითარებისთვის შენ ჭირდება საღი პრაგმატული პოლიტიკა. შენ არავინ არ უნდა გიყვარდეს და არავინ არ უნდა გძულდეს. შენ უბრალოდ რეალობა უნდა შეხედო. აქეთ არის რუსეთი, აქეთ არის აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, რა შვები ახლა გინდა აქედან გახვიდე და როგორც იყო ამ წვინგაწყალებულ ხალხში ნატო შემოვიდეს აქ, ნატო იყოს ახლა აქ, კარგი დღეში იქნება საქართველოს ისტორია. ამიტომ რა არის, იცით, ერთია ემოცია, ერთია რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, ხატელკა, ხო იცი? ხო, ესე გინდა, ხო, მე რა გინდოდეს. მაგრამ არის შესაძლებელი და რა კი არ არის შესაძლებელი, არ შეიძლება ეპოტინებოდე და ანგრევდეს შენ სახელმწიფოს, ხო? ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მძიმე დღეშია, იზოლირებულია. ეხლა ამერიკაში ამ დელეგაციის ვიზიტი თავისთავად რაღაც ხივია ამათთვის, რომ ვიღაცა დაელაპარაკა მით უმეტეს ამერიკაში, მაგრამ ამერიკელები ეხლა იბრძვიან და იბრძვიან იმსეთ სიტუაციაში, სადაც მომავალი გარკვეული არ არის. ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ აი ტრამპის მათ შორის დღევანდელი განცხადება ძალიან ხმაურიანი იყო, ის ამბობს, რომ ჩვენ იმაზე სწრაფად ვანადგურებთ ირანს, ვიდრე აქამდე გვეგონა რომ ამას გავაკეთებდით, დაგეგმილზე უფრო კარგად მიდივართ წინო და ესეთი პოზიციები აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ხა ჩვენ მოვისმინეთ ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, მათ შორის ამერიკულ ტელეარხთან NBC-სთან ინტერვიუში, სადაც მან ღიად თქვა, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის ცეცხლის შეწყვეტა არც გვითხოვიაო და არც არის ეს ჩვენი სურვილი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, რამდენადაც დაველაპარაკეთ, უფრო მეტი რაღაც მოხდა, ირანმა ოფიციალურად მოთხოვა ჩინეთს და რუსეთს არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გათვლები არსებობს. მე შემიძლია რაც წარმოდგენა მაქვს ის გითხრათ, რომ ჯერჯერობით ირანის მიერ გამოყენებული რაკეტული ტექნიკის ნიმუშები შორსაა იმისგან, რაც მათ რეალურად აქვთ. როგორც ჩანს და გათვლა ასეთია, უზარმაზარი ინტენსივობით ხდება ჭურვების გამოყენება, რაკეტული სისტემების გამოყენება, რაკეტების გამოყენება, ბუნებრივია ლოგისტიკის თვალსაზრისით, ეხლა რომ შეავსო ეს მარაგები ამერიკელებისთვის რამდენიმე დღეებია, ხო, საჭირო იქედან რომ ჩამოვიდეს გემი, ხო? სხვანაირი საშიშროებაა ყველაფერი.
მე ვფიქრობ, რომ როგორც მე მივხვდი ირანელი უმაღლესი პირების განცხადებებიდან, ეხლა არის გაძლებს თუ არ გაძლებს. ანუ გაძლებაზე ეს გაძლება როგორც ჩანს საკმაოდ კარგად აქვს დაგეკმილი. მართალია ჰაერის უპირატესობა მთლიანად არის, მაგრამ ის რაც აქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავარი სისტემები არ აქვს ჩართული და დრონებით და რაკეტებით, რომელიც გაცილებით დიაფაზიანია, როგორც მე წავიკითხე ამერიკულ წყაროში, დაახლოებით ჩამოგდების თავდაცვის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თავდაცვაზე და ამ რაკეტული მარაგების ნაკლებობაზე 38%-ზე მეტია ჩამოგდების ხარისხი, მაგრამ რასაც იცვლიან შეტევებზე ძალიან მაღალი სიზუსტით არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არის გაძლებაზე. თუ დროში გაუძლეს ირანელებმა, მართალია, კიდე გეუბნებით, ნახეთ, ითხოვს არავინ ჩაერიოს. მაგრამ აკეთებს იმას, რომ მთელ აღმოსავლეთს წაუკიდოს ცეცხლი. წაუკიდოს ცეცხლი და წაუკიდა უკვე. დღეს დავდე მე ჩემს გვერდზე არაბთა ემირატები, ბოდიში, არა საუდის არაბეთი, ემირატებიც და კატარიც ამერიკიდან აპირებენ წამოიღოს როგორც უკვე ძალიან არასაიმედო 2 ტრილიონი დოლარი, რომელიც მათ ამერიკაში აქვს ჩადებული ხელოვნურ ინტელექტში, ფასიან ხალხში და ასე შემდეგ. ღია ტექსტით ლაპარაკობენ უკვე სპარსეთის ყურეში, რომ აქ ამერიკა დაცვას აღარ წარმოადგენს, ამიტომ ეს ყველაფერი გადათამაშებული იქნება. აი როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი, მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ესკალაცია, ირანი არაფრით არ მიდის ესკალაციაზე. ნელ-ნელა, ესე იგი, როგორ ჩანს ისი აქვს ეს გეგმა. როგორ ჩანს თან ემზადება გრძელვადიანი გაძლეებისთვისაც და გრძელვადიანისთვის და აქ ჩვენ უბრალოდ ამას სწორი ანალიზი იმიტომ გვჭირდება, რომ აქ ჩვენმა უსუსურმა ხელისუფლებამ რაიმე უბედურება არ ჩაიდინოს ამათ, ოღონდ კი ეხლა სახე გამოიკეთონ ამერიკელებთან და შეიძლება ერთი ისეთი შეცდომა დაუშვან, რომელსაც არავინ დღეს ფიქრობთ, რომ არის ეს რისკი და ფიქრობთ თუ არა, რომ ამერიკისთვის თან მე მენიშნა დღეს ან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის არჩევის შემდეგ საერთოდ არ უხსენებიათ ჩვენი ქვეყანა, დღეს გააკეთეს განცხადება და თქვენს ისეთი რომ ჩვენ კარგი მოლოდინები გვაქვს. შეიძლება რომ რაიმე ინტერესი გაუჩნდა. ყოველგვარი ემოციის გარეშე აუხსნათ რა სიტუაცია. ყველა ბაზა ან მიტოვებულია, ან ლიკვიდირებულია. რაც კი იყო ახლა ხალხი აღარ არის იქ. როგორც გითხარით, მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა აფეთქებულია თავიდან, სხვა ბაზებიც აფეთქებულია. ერთადერთი საყრდენი, სადაც შეიძლება თვითნაირები დაჯდნენ, არის ისრაელი, მაგრამ ისრაელი დარტყმის ქვეშაა. სერიოზული დარტყმის ქვეშაა. რამდენიც არ უნდა მალონ. დასავლურ მედიაში არც იმალება, სხვათა შორის, აი ეს მაგიჟებს, ეს ჩვენი ლიბერალური ტელეარხები, ყველაფერს. იქ არ იმალება, იქ ღიად ამობენ სერიოზული პრობლემა. ებრაულ მედიაშიც არის ისეთი დამოუკიდებელი მაღალპროფესიული ხალხი, რომელიც არ ერიდება ამაზე საუბარს, ხო? მე მაქვს დიდი ეჭვი და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მე მტყვანი აღმოჩნდები. მე მაქვს იმის ეჭვი, რომ ამერიკელებს ბაძა დაჭირდებათ. დროებით მაინც რაღაც საყრდენი რომ გქონდეთ, იმიტომ რომ საქართველოს ირანთან იმდენად მოხერხებულ ადგილზეა, მეტი რომ არ შეიძლება. აზერბაიჯანელები ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ იმ წუთში მიიღებენ სარაკეტო დარტყმებს. თურქებმა უარი განაცხადა, ყველა სხვა ქვეყანამ უარი განაცხადა, რომ ამერიკულ თვითნავებს მისცენ საკუთარი ტერიტორია და ვინ რჩება? რუსეთი არ იქნება. არც მიცემს მაგის თემას. რჩება ერთადერთი საქართველო. ერთადერთი რისკის ზონა რაც არის, მე ვფიქრობ, რომ ამ ჩვენი უსუსური ხელისუფლების შემყურე არ მოხდეს, რომ ირანის განადგურებაზე მიმართული რაიმე ღონისძიება, კარგია, ცუდია, არ მაინტერესებს, არ იყოს გამოყენებული საქართველო. სხვა საფრთხეს მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არაფერში არ აწყობს ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ აგრესიული ქვეყანა,
მართალია ეს ვითომ ოპოზიცია, ვითომ ვიღაც გიჟები გარბიან, მაგრამ პრობლემა ქართულ ხალხი არ არის ამ კონფლიქტში დიაჩემილია თქვა ანტიირანულად განწყობილი. მაგრამ ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგივე ამ ომის დროს შეიძლება ასეთი რაღაც ხდება 15 ქვეყანას ბომბავს და შენ ვიღაც პროვოკატორებს აძლევს საშუალებას, რომ ირანის საელჩოსთან მოაწყოს თუ აი ნორმალურია ხა რომელსაც აკეთებენ, ხო? ამიტომ აი ეს ნიუანსები არის, რომელიც ფიქრობ, რომ იმიტომ ყველაფერი არის, იცით რა, მარტივი რამეა, ირანს ანადგურებენ, ირანი აკვირდება ყველაფერს და სანამ არ განადგურდება, თუ განადგურდა, მანამ ის თავს დაიცავს და შენ რატომ გინდა ამ დაპირისპირებაში ჩაერთო? ისრაელ ირანის და ამერიკა-ირანის დაპირისპირება რა საქართველოს ინტერესებშია ერთი ამიხსნას ვინმე. და თუ შენი ქვეყნის ინტერესებში არ არის, შენ ამ გლობალურ პროცესში რატომ მიზურები? რა გესაქმება? არა, აქ ერთადერთი პასუხი აქვს, რომ იმიტომ რომ ის არის ბოროტება და ესენი აქეთ უნდათ რომ სიკეთის მხარეს დადგნენ. იმაზე დიდი ბოროტება, ვიდრე საქართველოს ოპოზიცია ქვია, საკუთარ, ნახეთ ერთი კარგი თემა არის, მოდი შევეხოთ ახლა. ნახეთ, აბა ერთი მოინდომეთ თქვენ ინგლისში მოღალატეები მოისყიდოთ და ინგლისის პრობლემა გააჩინოთ, ხო? ან ადექით და ამერიკის უმაღლეს ეშელონებში მოძებნეთ თქვენ ისეთი ხალხი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ან თუნდაც საქართველოს სასარგებლოდ არა. დააკვირდით მენტალობა, ჩინეთი ლამის შიგნიდან ააფეთქეს. ესე იგი, ამ აღმოსავლეთ ხალხებში ეს მოღალატეობრივი სული საკუთარ ქვეყანას უმაღლესი რანგის სამხედრო მოღალატა და რომ არ გაეფრთხილებილა სი ძინპინი, ახლა დაჭერილი ან მკვდარი იქნებოდა და გადატრიალება მოხდებოდა. ირანში უმაღლესი დონის გენერლები უსაშველოდ მნიშვნელოვანი რამის ხელმძღვანელი იყო მოსადის აგენტი. საქართველოს მოღალატე კონად შაურათა იმერულად რო გითხრათ. დასტებად იპოვი ქვეყნის გამყიდვა. პირდაპირ ეთერში იპოვი, არც გინდა ბევრი ძებნა. ეხლა მე გეკითხებით, ეს არის იმ ანგლოსაქსონური სამყაროს უპირატესობა, ხო იცით, მაინც კაცები იყვნენ ამ პედარასტობამ და ამ ნეოლიბერალიზმამ მოშალა, თორე ანგლოსაქსონი იყო მგელი. ყაჩაღი. ყველაფერი ის რაც ხდება დიდი წარმატების დონეზე, ცოტა ისეთი რბილად მოსაუბრე კაცი ვერ იქნები, ხო? ვერ ხერხდება, იქ შიგნიდან აფეთქება და ეხლა ნახეთ რა საინტერესო რაღაც მოხდა საქართველოსთვის საინტერესოა. ირანის პირველი დღეების შემდეგ, დარტყმიდან პირველი დღეების შემდეგ ჩინეთის არმიამ გამოაქვეყნა ოფიციალურად 5 დასკვნა, მე მიდევ შენ გვერდზე და პირველი არის ყველაზე დიდი მტერი, ეს არის მტერი შიგნით. ქართველებს მაგის გახსნა და ახსნა არაფერში არ ჭირდება. ჩვენი ისტორია ეს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორია ირანელებსაც ეს მიუხედავად იმისა, ამ ხელა კულტურის ქვეყანა არის, იქ როგორც ჩანს ძალიან იოლია მოღალატე. თუმცა მაინც ვერ მიიღო ამ შემთხვევაში დასავლური კოალიციამ ის რაც სურდა. მე დამჩაში დავიჭრილება და თქვენი აზრით საინტერესოა, რომ ეფექტი უნდა ყოფილიყო ამ სწრაფი დარტყმით, რეჟიმის ჩამოშლა და შემდეგ იქ ან ხალხის გამოსვლა, ან დეცენტრალიზაციის დაწყება, ასე ვთქვათ, ირანულ სახელმწიფოს. რა კი ეს არ გამოვიდა და ვერ გამოვიდოდა, ეს ჩანდა, იმიტომ რომ არ შეიძლება სულიერ ლიდერს შეეხო. კლავ რა 90 მილიონიანი ქვეყანა, ნუ თუ ასეთი სულელია, რომ იმან არის ცის საფრთხეები რაელის და რაღაც დამცავი მექანიზმები არ აქვს აგებული. ერთადერთი რაც რჩება შეერთებულ შტატებს და ეს ახსენა კიდეც ტრამპმა, ეს არის სახმელეთო შეჭრა, აი ეს თუ დაიწყო. სახმელეთო ქურთები მიუსია, მაგრამ მოიგერია როგორც. მოიგერიეს. სახმელეთო, ეხლა მე გეუბნებით მარტივ რაიმეს, 10-ჯერ უფრო ძლიერია დღევანდელი ირანი ერაყთან შედარებით 93 წელს რაც მოხდა, ხო? 9 თვე იმ დანგრეულ ჯარს ვერაფერი მოუხერხა. თავად ირანსაც ეხლა ერაყ-ირანის ომის დროს 80 წელს რაც დაიწყო, 8 წელი გაგრძელდა ის ომი, რომელიც ეგონათ ერაყი იმ შემთხვევაში
ჩვენ უძვირფასმა აზრს უკებარ დასავლეთ იგივე ჰუსეინი იყო დასავლეთის გამხარდაჭერილი მთელი არაბული ლიგა ეხმარებოდა 8 წელი ომებოდნენ თან ირანს სადაც 1 წლის მომხდარი იყო რევოლუცია ხო ფაქტიურად ანუ არ არის მარტივი ირანთან სახმელეთო ოპერაცია აქედან რადგან შეიძლება შეუძლებელია რომ ირანს სახმელეთო ოპერაცია არ კონდეს თავის გეგმაში სცენარი დადგმული და არ იცოდეს რა გააკეთოს ერთადერთი რაც არის დრო მუშაობს ირანის სასარგებლოდ მაგრამ არ მუშაობს ამერიკელების სასარგებლოდ მოდით თავარი რაც გაცხადდა ირანის ამ შემუშავებულ ერთიან სტრატეგიაში თავარი მიზანი ყოფილა ამერიკელების განდევნა ახლო აღმოსავლეთიდან და ისრაელის ისე დასუსტება რომელიც საფრთხეს ვეღარ შეუქმნის ირანს აი ეს მზადდებოდა ეს ყველაფერი მომზადებულია ალი ჰამენეის მიერ მთელი ეს გეგმა მთლიანად სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმისთვის უკანასკნელი აი 40 წელი მიდიოდა ფარული მუშაობა ეხლა დადგა მომენტი როდესაც ეს ახლა დადგა მომენტი სადაც ყველაფერი არის ჯერჯერობით ჰაერში გამოკიდებული მაგრამ ერთადერთი რამე ამერიკელების პრობლემა ის არის რომ ისინი ძალიან შორს არიან თავისი ქვეყნიდან და ამდენად ლოგისტიკის პრობლემა არის არა და ომი ხანგრძლივი ომი ეს ლოგისტიკა ზურგია და თავარი მაინც ის არის რომ კარგად უნდა გვესმოდეს სარწმუნოებრივად შეკრული თავისი ქვეყნისთვის სასიკვდილოდ გადადებული ხალხის 90 მილიონიანი კაი თქვათ 5 მილიონია ეს ჩვენნაირი გადაგვარებული აქ რაც აყავს მე რა ირანი თან მინდა შევახსენო მაყურებელს არის სოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ერი ანუ ეს არის ახალგაზრდული რესურსი ძალიან დიდი ეხლა რაც ქართველებისთვის ალბათ ძალიან უცნობი არის მათ უსაშველო ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა აქვს სამეცნიერო სისტემა აქვს სოფლიოში ყველაზე რთული დაცვები ხარისხებისა აქ კი არა აქ რა ეს სიშტერე სადოქტორ რა ქვია აკადემიური დოქტორის თქვენ რო განახათ დისერტაციები მე რაც ფინანსები და ეკონომიკა ვიცი მხოლოდ იმას გეტყვით სხვას არ ვართვალიერებ სრული კატასტროფაა ირანში ძალიან რთულია პირიქით რომ რა ძალიან რთულია რაც ტექნიკური მიღწევები აქვთ დღეს დასავლეთისთვის აღმოჩნდა სრული მოულოდნელობა თუმცა ამაზე დიდი ხანია იწერებოდა რომ მათ აქვს ძალიან უკვე წინ წაწეული ტექნიკა დიახ ისინი ჯერ ჩამორჩებიან მაგრამ 90 მილიონიან ერს შენ ვერ გაანადგურებ ხოთაშორის ებრაელებმა უთხრეს ტრამპს რომ ირანის დამარცხება შეუძლებელია ის უნდა განადგურდეს ანუ ეს არის მიზანი ეს არის ებრაელების მიზანი მოდი ებრაელები კარგი ხალხია დავანებოთ თავის სიონის ცოტა სხვა რამეა კი ბატონო ამ შემთხვევაში გასაგები არის ამ შემთხვევაში ნათანიაჰუ როგორც სიონიზმის წარმოადგენელი მან უთხრა ტრამპს ხოთაშორის ამის დამარცხება არ იქნება არ დამარცხდებიან არასდროს არ დამარცხებულა უნდა განადგურდნენ რა იქნება აქედან მე ვერ გეტყვით მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ კრიზისულ სიტუაციაში ირანი მარტო დარჩება მეც არ მაქვს ამისი მოლოდინი მოდით რატომ ირანი თუ ისე გაკეთდა როგორც ამერიკელებს უნდათ შემდეგი ვისაც აუცილებლად გაასწორებენ მიწასთან შიგნიდან ააფეთქე ეს არის რუსეთი რა თქმა უნდა საინტერესოა აი რუსეთიც ვახსენეთ და ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამახსენდა თავის დროზე აი კოვიდ ისტერია რო იყო ჩვენს ქვეყანაში და მე რუსეთ ომი დაიწყო და ერთ დღეში დაივიწყა ყველამ ესე არის ახლა ზელენსკი დაიწყებული რაღაც განცხადებებს აკეთებს მაგრამ აი მე7 მე8 ნიუსად არის ხოლმე მთავარ სააგენტოებში ზელენსკის განცხადება მაშინ როდესაც მანამდე ვიცით რომ ეს იყო მთავარი აქტორი ხო მთელი ეს პერიოდი რა ეშველება უკრაინას მძიმდება ამითი უკრაინის ვითარება პირიქით რაიმე პოზიციებს იმაგრებს ზელენსკი მაგალითად ამბობს რომ ჩვენ მზად ვართო გავუზიაროთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი გამოცდილებაო და ინსტრუქტორებსაც აგზავნის და ყველანაირად ცდილობს რომ აი ისევ ასე ვთქვათ სუფრასთან დაჯდეს ხო მაგრამ მე რასაც ვაკვირდები არც ევროპაში არც ამერიკაში უბრალოდ სერიოზულად არავინ არ იქვამს გამორიცხულია
ცხადია უზარმაზარი ნაკადი რაკეტებისა მიდის ირანისკენ, ამიტომ უკრაინას თავისთავად მოხდება, არა. მე ერთ-ორ სერიოზულ ადგილზე წავაწყდი ამერიკულ გამოცემაში, რომ ჩვენ უდიდესი შეცდომა დავუშვითო, იმდენი იარაღი მივეცით ირანს, მათ შორის ეს რაკეტული აღჭურვილობა და ესენი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემებიო და რა დაიწერა ღიად და ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების დონეზე. ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებას დღეს არ შეუძლია იმ ტემპით აღადგინოს რაკეტული მარაგები, რა მარაგების ხარჯვაც, რა ტემპითაც ხარჯვა ხდება. ამ დროს ირანი თავისუფლად აწარმოებს ყველაფერ ამას, რუსეთი გადასულია 24 საათიან რეჟიმზე და აწარმოებს, ჩინელები ინტენსიურად აწარმოებენ ყველაფერს და ჩრდილოეთ კორეა კიდე თავისი ბირთვული შესაძლებლობებს ავითარებს და რა ყველაზე ცუდი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან. ნახეთ, ბრიტანელების საქციელი არის უსაშველოდ საინტერესო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბრიტანელებმა გააკეთეს ყველაზე მაგარი რამე, რომ ამერიკა შეითრიეს ამ ჭაობში. Mi-6-ის ხელმძღვანელი ეს ვითომ ქართველი გამოდის და ამბობს, რომ როგორც ერაყის არმიის დაშლამ, ანუ გაუქმა ამერიკელებმა 9 თვის მერე ერაყის არმია დაშალეს, წარმოქმნა უზარმაზარი ბანდები, იგილი და ესენი ისლამური, გაცილებით საშიში რამ მოხდებაო, ნახეთ დააკვირდით მეტრეველის განცხადებას, გაცილებით საშიში რამ მოხდება თუ ამერიკა თავის მიზანს მიაღწევს და ირანის ჯარს დაშლის. პრინციპში ძალიან სწორი განცხადება არის ახლა ეს იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც აი შიიზმი მე არა ვარ ამ საქმის სპეციალისტი, თუმცა ინტერესი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ იმ დონეზე ვიცი, რომ ფაქტობრივად ბევრად უფრო მძლავრი პოტენციალი აქვს, ხო, მე ამას შიიტების დაჩოქება არ გამოვა უბრალოდ. დიდი მადლობა ბატონო დემო, მადლობას გადაგიხდით საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენს ეთერში სტუმრად იყო ბატონი დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი, ვისთან ერთადაც საუბრობდით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე. მადლობას მოგახსენებთ და დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.